მოგესალმებით ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. დღეს მოდის დრო საზოგადოებისთვის, რომ მივხვდეთ შეგუება ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ქვეყანას ჩავაბარებთ რუსეთს და არ ამგონია საქართველოს მზად იყოს ამისთვის. მე ეს რომ ჯეროდეს აქ არ ვიქნებოდი. მე მჯერა რომ საქართველოს არასდროს არ ჩაბარდება. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას ეხებოდა. სალომე ზურაბიშვილმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებსაც, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ. არსებობს საქართველოს, მუდმივი საქართველოს, რომელიც ებრძვის რუსეთს, როგორც არაერთხელ მის ახლო ისტორიაში და უნდა თავი დაიცვას, უნდა გადაარჩინოს თავისი დამოუკიდებლობა. ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა. ყველასი ერთად ამ დროს არ შეიძლება რომ მე არ მივმართო იმ პარტიებს, რომელიც დღეს თამაშობენ რაღაცა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. რაღაც კამპანიას სად არის ქვეყანა და სად არის რაღაც კამპანია, რომ ვინმე დავარწმუნდოთ იმაში, რომ ადგილობრივი არჩევნები რამეს შეცვლის, ამ ვინმე რამეს მიაღწევს ამ არჩევნებში. აღნიშნულ შეფასება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე არავინ არ ფიქრობს დედამისის უგზე, რომ ვინმეს რაიმის, ასე ვთქვათ, შანსი აქვს და ვთქვათ ივანიშვილს წინასწარ არ აქვს დაწერილი შედეგები. მით უმეტეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპროტესტო ელექტორატს უბრალოდ მონაწილეობის მიღებაც არ სურს ამ სპეცოპერაციაში და ამ ფაშში. ანუ როგორც ვთქვათ, ყველა ადამიანები არ საპირებენ მონაწილეობის მიღებას. ამიტომ რა თქმა უნდა, წინასწარ ყველაფერი კარგად არის ცნობილი ყველასთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აი ამ რაღაც ყალბ შოუებს დგამენ, რომ თითქოს და რაღაც პროცესში იღებენ მონაწილეობას. სამწუხაროა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აირჩია სეირის მაყურებლის როლი. მე ამ თემაზე დისკუსიაში არ შევალ. არ მოქმედებს არც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დაწყებული ისტერიკა და მცდელობა იმისი, რომ საქართველოს მოქალაქეები დააშინონ რევოლუციით და კიდევ ერთხელ ხელი შეუწყონ ქართული ოცნების ძალაუფლების კონსოლიდირებას. ჩვენ თანმიმდევრულად პირველივე დღიდანვე ვამბობდით, რომ ჩვენთვის მიუღებელია რევოლუციური სცენარები. ჩვენ ვაპირებთ, რომ მუნიციპალური არჩევნები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მივწვდეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ჩვენ არ ვართ ოპოზიციის ოპოზიცია, მით უმეტეს არ ვართ სალომე ზურაბიშვილის ოპოზიცია, მას აქვს თავისი აზრი. ჩვენ ყველას აზრს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ გაკეთებული გვაქვს ჩვენი არჩევანი. ჩვენი არჩევანი არის აქტიური ბრძოლის ფორმა, ჩვენ შევდივართ ამ ბრძოლაში, ჩვენ უნდა დავდოთ გამარჯვების ფორმულა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მარტო არ დავტოვოთ ქართული ოცნების ხელისუფლება ტოტალურად ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. შეცდომები უნდა აღიაროს, რაც წასულში დაუშვა და თუ შეცდომებს აღიარებს, მოინანიებს იმ შეცდომებსაც დაუშვა. მათ შორის ოპოზიციის პარტიის მიმართ თავისი უიდეო აქტივიზმით და იმ საქმეებით, რომელიც საბოლოოში ყველა დამაზიანებელი აღმოჩნდა ოპოზიციის, იქნება ეს ქარტია თუ დროებითი მთავრობა თუ ასე შემდეგ, მაშინ შეიძლება რაიმე ღირებულება მის სიტყვებს ისე გაუჩნდეს, მაგრამ მე ხარ მგონია, რომ მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაშმა რამე თქვა თუ არა. რაც უნდა თქვას, არც პოლიტიკური პარტიების გაწოლება შეიძლება და არც ზოგადად ამორჩელის ქცევა. სალომე ზურაბიშვილის მორალური უფლება არ აქვს, საერთოდ ვინმე გააკრიტიკოს. ისინიც კი, ვინც დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე არიან არჩევნების მომხრე, მაგრამ მთავარი მიზანი აქვთ ერთადერთი, რომ როგორმე განვითარდეს ეს რევოლუციური სცენარი საქართველოში. მათ შორის ისინი ფიქრობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის გზით ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა ზოგადად რა მიმართულებითაც არ უნდა იყოს, არის აბსოლუტურად გაუგებარი. აბსოლუტურად გაუგებარი თვითონ გამომდინარე იმ სტანდარტიდან, რომელსაც იგი ქადაგებდა. ევროპული პოლიტიკური ცხოვრების სტანდარტი. როგორ შეიძლება არჩევნების გარეშე ხორციელდებოდეს საქართველოში დემოკრატიის განვითარება, ეს მას არასოდეს ამ თემასთან დაკავშირებით არ უნდა პარაგია. მსახიობ ანდრე ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 9 პირის პროცესზე დღეს ადვოკატებმა დაასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. როგორც პროცესის დაწყებამდე უფლებადამცველებმა განაცხადეს, 9 თვის განმავლობაში პროკურატურამ ჯგუფური და ორგანიზებული დანაშაულის დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა და მეტიც, მათივე მტკიცებულებებით, მათ შორის საქმის მთავარი გამომძიებლის არსენ ხუნაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებს ერთმანეთთან ნაცნობობაც კი არ აკავშირებდათ.
ადვოკატების თქმით, არც აღნიშნული და არც სხვა მუხლედ გამომტყუნებელი განაჩენის გამოტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. კიდევ ერთხელ წარუდგენთ მოსამართლეს იმ არგუმენტებს, რასაც ფაქტობრივად თვეების განმავლობაში ვთავაზობდით არაერთხელ არაერთ პროცესზე. პირველი, სახეზე რომ არ არის ორგანიზებული ხასიათის ჯგუფური მოქმედება, მეორე რომ სახეზე არ არის არანაირი სახის ძალადობრივი მოქმედება, უნისე ცხადაძის მხრიდან, შემდეგი საკითხი, რაზეც ჩვენი მხრიდან ასევე გამახვილდება ყურადღება იქნება ის, რომ კონკრეტულად მოსამართლეს არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ აღნიშნული მუხლის წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიციროს რომელიმე მუხზე, იმიტომ რომ არათუ ორგანიზებული ხასიათის ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება სახეზე არამედ არც ერთი სახის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვაქვს. ბრალდების ხარეს ფაქტობრივად არაფერი აქვს ორგანიზებული ხასიათის ჯგუფური მოქმედების ამსახველი მტკიცებულება წარმოდგენ და ამას წერტილი დაუსვა ბრალდების ხარის გამომძიებელმა, მთავარმა გამომძიებელმა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიჭებს არ უდგინდებათ ერთმანეთთან კონტაქტი, არ უდგინდებათ კავშირი, მათ შორის ორგანიზატორებად წოდებულ პირებთან. ჩვენ არაერთხელ გითხოვს, რომ ამ პროცესში ადვოკატები პრინციპში სიბნელეში ხელებს ცეცებით მუშაობთ, იმიტომ რომ არ არსებობს მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ. ორგანიზებული ჯგუფი ისე რომ ჯგუფის წევრებს არ ქონდეთ ცოდნა ერთმანეთის შესახებ, ან ერთმანეთის მიერ განსახორციელებული ქმედების შესახებ არის შეუძლებელი. ორგანიზებული დანაშაული შეიძლება ჩადმიქნეს მხოლოდ ორგანიზებული ჯგუფის მიერ და უცხოელი ადამიანები მას უბრალოდ ვერ ჩაიდნენ ერთად. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა ევრობასკეტ 2025-ზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა. ესპანეთის ნაკრებთან თამაში ანგარიშით 83-79 დასრულდა. დარჩენილი 4 თამაშიდან ახლა საჭიროა მინიმუმ კიდევ 1 მოგება, რომ ჩვენი ნაკრები C ჯგუფიდან გავიდეს და პლეი-ოფში მოხვდეს. წარმატებული დასაწყისი ევროპის ჩემპიონატზე და უძლიერესი მეტოქის მარცხი, რასაც საკმაოდ დიდი რეზონანსი მოყვა. თამაში საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. სასტარტო შემადგენლობაში იყო გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომლის ყოფნა მოედანზე ჯანმრთელობის გამო ბოლო მომენტამდე კითხვით ნიშნის ქვეშ იდგა. საქართველოს ესპანეთის ნაკრებებს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სანდრო მამუკელაშვილი დასახელდა, რომელმაც ნაკრებს 19 ქულა მოუტანა. წინ იტალიასთან თამაშია, რომელიც ხვალ გაიმართება. კარგად დავიწყეთ, ძალიან გახარებულები ვართ. დიდი ზაგველის წინ, მაგრამ ყველა გამოვიდა თავისი როლი ითამაშა. ჩემი აზრით გუნდური მოგება იყო და ეს არის მთავარი, რომ გამოვიდეთ გუნდურად ვითამაშოთ, ერთად ვიდგეთ და ერთმანეთის შეროთ. ყველა სულოცავ, რა თქმა უნდა, ჩემ გუნდს სულოცავ, სამწნელო შტაბს სულოცავ, აი, ყველა ჩვენ ქართველ გულშემატკივარსაც ქართულ გულშემატკივარს სულოცავ, რა თქმა უნდა, ვინც აქ ჩამოვიდა, ვინც გულშემატკივრობდა ეს ძვირფასი ხალხი, რა თქმა უნდა. დამატებით ენერგიას გვაძლევს, მოტივაციას გვაძლევს და დარწმუნებული ვარ, ბერს უნდა ჩამოვსვლა და ვერ შეძლო. რა თქმა უნდა, ამ ხალხსაც ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი, ვინც ტელეეკრანიდან გვიგულშემატკივრა და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ვეცდებით, რომ შემდეგ თამაშებზეც ესე გაგახაროთ. მაგარი თამაში ითამაშა დღეს საქართველოს ნაკრებმა. ესე ძლიერ მოწინააღმდეგესაც როგორც არის ესპანეთის ნაკრები, რომელიც ერთ-ერთი ფავორიტი არის ამ ჩემპიონატის. ისე თამაში წავიდა, თავიდანვე კარგად დავიწყეთ და რა ქვია, მე ისეთი დალაგებული თამაში იყო თამაშის ბოლომდე, რომ ჩანდა, რომ ნაკრები ამ თამაშს დღეს მოიგებდა რა. გასვლა ამ ქვეჯგუფიდან, ალბათ ეს იქნება ყველაზე კარგი წარმატება, იმიტომ რომ რაც ნაკრებები არის ამ ქვეჯგუფში, არ არის ხელმოსაკიდი არც ერთი ნაკრები, ყველა კაი დონის ნაკრებია. და იმედია, რომ ბიჭები ესე თამაშს აჩვენებენ და მომავალშიც გაახარებენ ქართულ გულშემატკივარს. პირველ რიგში მინდა თითოეულ ქართველს და თითოეულ გულშემატკივარს მიულოცო ეს დიდი გამარჯვება, ისტორიული გამარჯვება. ესპანეთთან ასეთი დამაჯერებელი თამაშით გამარჯვება და მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ მოთამაშეს. ასეთი საინტერესო თამაშისთვის, რომელიც მათ შესთავაზეს ესპანეთის მოქმედ ევროპის ჩემპიონებს, შეიძლება ითქვას. მე მინდა ხაზი გაუსვა ჩვენ გულშემატკივარს. ჩვენმა კალათბურთელებმა შეიძლება ითქვას, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით თითქოს და სახში ითამაშეს და ესეც რა თქმა უნდა დიდი მხარდაჭერა იყო და დიდი გამხნევება იყო ჩვენი კალათბურთელები. პროექტის ისწავლე და იმოქმედე ახალგაზრდები გურიის განვითარებისთვის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა პროექტის მონაწილეების სერტიფიკატები დააჯილდოვა. კიდეც დასრულდა პროექტი, რომლის შედეგადაც გურიის სამივე მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობის განხორციელება შეძლეს.
შეხვედრაზე პროექტის ახალგაზრდა მონაწილეებმა იმ ინიციატივების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში შეიმუშავეს და განახორციელეს და რომლის მიზანიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერა იყო. ინტელექტუალური თამაშები რასად როდის? სოფლის ბიბლიოთეკის აღჭურვა წიგნებით და სხვა საჭირო ინვენტარით. ახალგაზრდებისთვის საკომუნიკაციო სივრცის კეთილმოწყობა. ეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების არასრული ჩამონათვალია. ჩვენ დღეს პროგრესის სახლს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავხუროთ ერთგვარად პროექტი, რომელსაც ქვია ისწავლე და იმოქმედე ახალგაზრდები გურიის განვითარებისთვის. სრული სახელი ამ პროექტის არის ეს და იმედია, რომ ამ პროექტის ფარგლებში გურულმა ახალგაზრდებმა ლანჩხუთიდან, ჩოხატაურიდან და ოზურგეთიდან მიიღეს როგორც ახალი ინფორმაცია, ანუ ისწავლეს და გაიაზრეს ახალი ინფორმაცია ეს იყო სისტემურ აზროვნებაზე, პროექტის მართვაზე, კომუნიკაციაზე, ეფექტურ კომუნიკაციაზე და სათემო ინიციატივებზე, შემდეგ მოიფიქრეს იდეები, რომელიც განხორციელებად მათ საკუთარ ქალაქებში თუ სოფლებში უნდოდათ და შემოიტანეს ეს საკონკურსოდ ეს ინიციატივები. ამოირჩა 4 ინიციატივა, 5 ინიციატივა ფაქტიურად, რომელიც განხორციელდა 20 აქტიური ღონისძიებები იყო, რაც მთავარია, აქ ჩვენ ნახეთ, რომ ძალიან ჭკვიანი და კარგი ახალგაზრდები არიან, გონიერი ახალგაზრდები არიან, აქტიურები, რაც მთავარია და ისინი კიდევ ბევრ კარგ რამეს გააკეთებენ გურიისთვის, თავიანთი სოფლებისთვის და მთლიანად მთელი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად ყველა თემისთვის და ჩვენთვისაც. რაც შეეხება წარმატებას, წარმატებულად შეიძლება ჩვენ გავიმარჯვეთ და შესაბამისი რესურსებით ჩამოვიდა ჩვენს თემს. პირველ რიგში უდიდესი მადლობა უნდა გადაუხადო გაეროს მოდელირების პროგრამას იმისთვის, რომ მოგცა ეს შესაძლებლობა განხორციელებია ძალიან საინტერესო პროექტი ჩვენს მუნიციპალიტეტში, მიუხედავად ცხელი ზაფხულის ამან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ ჩავატარეთ ყველასათვის საყვარელი ინტელექტუალური თამაში რასად როდის, რამაც ბავშვებში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული იყო ძალიან ცხელო და მან ძალიან ბევრი ბავშვი მოვიდა, ჩაერთო ჩვენს აქტივობებში, ეს აქტივობები გაგრძელდა 2 დღე და ამ 2 დღის განმავლობაში ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ მოკლედ ზაფხული პროდუქტიულად გაეტარებინათ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვებმა აიღეს ინიციატივები ჩვენგან, რასაც განახორციელებენ მომავალში თავიანთ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებშიც. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.